გაუმორჯოს. შე გიორგი არა ხარ სარიშვილი? კი. ელიქსი, ყლეობა. ამას აი ზაგადასაღები იქსი ქესილია. ეს ნუ დროს რეკავს. ხო, რაში? საქმეზე ვარ რა. რა საქმეზე რა მოსასწრაფოა? არაფერი რა, ის ყველა ვიდეოზე ყალე კომენტარებს გვიწერ და იმასთან ვარ რაღაც ჩემ საქმეებს ვაგვარებ რა, არაფერი. არ არის პრობლემა. ბიჭო 2019-ში ჯეკლას რო ვიღებ. ხო. ტივი რო დაგვადგა ხო გახსოვს? მე? აი BMW-შნიკი twin-ი რო მოგვიტუნა ხო გახსოვს? ო რავი მახსოვს მე? ხო, გამახსენდა შავი BMW-ი რო. ხო. ხო და იმ ტერიტორიაზე ლიზზე იწყებენ корпуსების შენებლობას. და რა აშენონ მე რა შუაში, ჩვენ რაყლე გვინდა იქ. აუ ბიჭო რა ვერ მიხვდი, ეხა გადათხნიან იქ ხორობას და ტრუბს იპოვიან. კაი გამოვალ ეხავე რა, გამოვალ. დროზე გელო. კაი, всё. Bitch, I got problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. The birdie is back. Tell me I'm garbage, I'm going through something, that's why I ain't calling. Phone and progression is all that I wanted. The phone and affection, I summon it double. Cause bitch, I got problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. The birdie is back. Tell me I'm garbage, I'm going through something, that's why I ain't calling. Phone and progression is all that I wanted. The phone and affection, I summon and dub it. Why you be all on my line about nothing? Why won't you go get you $1 or something? Don't hang with a nigga who lying for nothing. I see that we different, you riding, I double. I don't do discussions on bragging about hundreds. Don't go to your places, I know that they sunken. Don't call me your brother, I barely could trust you. I talked to a shorty, she bagging the bugging. And I'ma need all of my dollars on corporate, so hand me the money, I divvy the pie. I'ma give all of my people a portion to build them a fortune. I'm flipping the ride. I can't be mixy when iffy the vibe. And 40 on 50 is really the time. Why are you all on my phone like you want me? Like you wasn't pushing the kid to the side. I don't know if you bitches are thinking. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. სანამ ტესტ დრაივზე გადავალ, გეტყვით თუ რატომ შევარჩიეთ ესეთი ბრუტალური G-კლასი. ეს იმიტომ რომ ჩვენ საიუბილეო ციფრს უახლოვდებით. ჩვენ როდესაც გადავიღეთ პირველი G-კლასი წლების წინ, ის ვიდეო თითქმის მილიონზეა უკვე ასული და ჩვენი არხი 99 მილიონი ნახვა აქვს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტესტ დრაივით, აი ამ G-კლასით გავარღვიოთ 100 მილიონიანი ბარიერი. ქართულ YouTube-ში საავტომობილო კონტენტში იქნება პირველი გარღვევა, ჩვენ არხს ექნება 100 მილიონი ნახვა და ზუსტად მაგიტომ ჩვენ შევარჩიეთ Mercedes-Benz G63 4/4-ზე კვადრატში. ამ საიუბილეო ვიდეოსთვის ჩვენ ვეძებდით განსხვავებულ ავტომობილს და დაგვეხმარა ამაში ბიქარი, იმიტომ რომ ეს ავტომობილი გვათხოვა ბიქარმა. ბიქარი არის ავტომობილების გაქირავება, უამრავი ავტომობილი ყავს, ერთ-ერთი არის ეს ბრუტალური G კვადრატში და ჩვენთვის ეს იყო იდეალური. ამიტომ უღრმესი მადლობა ბიქარს, რომ გვათხოვა ეს მანქანა, რომ შემოგთავაზოთ ესეთი განსხვავებული უხეში ტესტ დრაივი. ლინკი აღწერაში ბიქარის თუ გაინტერესებს და გინდათ რომ ეს ავტომობილი თქვენს ყავდეთ რამოდენიმე დღით იკატაოთ, ან ნებისმიერი სხვა ავტომობილი გჭირდებათ რაიმე საქმისთვის, შეგიძლიათ გადახვიდეთ, მიწეროთ, შეეხმიანოთ და იქ ირავთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. მოკლედ G-კლასი
ყველას ყოველთვის აინტერესებს ხოლმე. ვისაც არ აინტერესებს, მაინც აინტერესებს, იმიტომ რომ ინტერესი იწვევს, იმდენად ძვირიანი ავტომობილია, იმდენად დიდი ისტორია აქვს ამ მანქანაზე, თავისი კულტურა შექმნა, ნებისმიერი G-კლასი ოდნავ განსხვავებული, თორე ყველას აინტერესებს. ეს უზარმაზარი მონსტრი არის ცალკე სხვა ხაზი G-კლასებში. ეს არის დალიფტული, ანუ ქარხნულად Mercedes-მა გადაწყვიტა, რომ ესეთი off-road-ისთვის გამზადებული G-კლასები გამოეშვა. წინა ვერსიებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის 2023 წლის მოდელი. ანუ ახალი კუზაოს 4x4-ზე კვადრატია. ეს კვადრატი, დაარქვეს ესე სახელი ამ მანქანას, იმიტომ რომ 4x4-ზე ჩვეულებრივი G-კლასები ჩვენთვის უფრო ცნობილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადის ხოლმე, ვისაც G-კლასი უნდა ჩვეულებრივს ყიდულოს, მაგრამ აი ეს განსხვავებული მანქანაც არსებობს და ამ მანქანაზე მინდა გესაუბროთ დღევანდელ ტესტ-დრაივში. მოგრათ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი G-კლასის ვიზუალი აქვს თვითონ კუზაოს, მაგრამ ხედავთ რომ არის ძალიან მაღალი, უზარმაზარი დისკები აყენია, დამატებული აქვს off-road დეტალები, ამას გულისხმობ, რომ საბარგული აქვს, უკან კიბეც აქვს, მაგაზე გადავალთ, მაგრამ მთლიანობაში ერთი შეხედვით G-კლასია. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ჩვეულებრივი G-კლასი აიღო ვიღაცამ და დალიფტაო დიდი საბურავები დააყენა და რაღაც უფრო off-road-ის ხასიათი ჩააქსოვა ამ მანქანაშივე, მაგრამ რეალურად ეს ქარხნული არის და ქარხნიდან გამოდის ესე Mercedes-ის ქარხანა უშვებს უკვე off-road-ისთვის გამზადებულ G-კლასს. ეს ქარხნულად არის დალიფტული, ანუ კლირენსი ამ მანქანის არის 350 მმ, ანუ 35 სმ მიწიდან ესეთი ამაღლებულია, თუმცა არ მინდა გამომჩეს, რომ წინა კუზაო კვადრატში უფრო მაღალი იყო. ის იყო 53 სანტიმეტრზე მაღალი იყო ის მანქანა. ამიტომ საკმაოდ დიდი არის ეს, თუმცა ძველი უფრო მაღლა იდგა. კადრში რომ გამოჩნდეს რამ სიმაღლე მე დავდგები ამ მანქანის გვერდით. ესე მიხდება ხო ცოტა რაღაცა ერთმანეთს უხდები. აქ განსხვავება ის არის, რომ უფრო დიდი არკები აქვს, ანუ უფრო განიერი კრილოები აქვს და კარბონები აქვს აი აქ 4-ვე კრილოს ამ მანქანაზე. ანუ აი რაღაცებს ეწინააღმდეგება მაგას ალბათ ვიდეოს დასასრულში გეტყვით, მე ჩვენ დასკვნას რო დავდეთ, აი მე რას ფიქრობ ამ მანქანასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ აი off-road-ი და კრილო კარბონის ერთმანეთს საერთოდ არ უხდება, აი საერთოდ ვერ შეესაბამება. ახლა კენჭები მოხდება ეს კარბონს აი რო დაიკაწრება, ეს რეზინაც აქვს, რომ კენჭები უკან არ გაიქნიოს. ხო, ეხლა რატო ვთქვი არ შეესაბამება off-road-ი და კარბონი მეთქია. კარბონი არის ერთ-ერთი ყველა ზვირიანი მასალა, რომელიც გამოიყენება ავტომობილებში, არა მხოლოდ გარე პანელებში და დეტალებში და ინტერიერში. ზოგი ავტომობილი მთლიანად კარბონის, ანუ კუზაო არის კარბონის, იმიტომ რომ ჩატია, გამძლეა, დარტყმას იღებს თავის თავზე და სპორტულ ავტომობილებში ბევრი კარბონი გვხვდება ხოლმე. Off-road-ის მანქანაზე კარბონის კრილოები თან ეს ის ადგილია, რომელიც პირველი იკაწრება, ეს და სარკე, ну სარკე არ არის კარბონის, ხედავ, ჩვეულებრივი არის. პირველი ადგილია ეს კრილოები, სადაც შეიძლება ტოტი მოხდეს, ტალახი, კენჭი, ყველაფერი, ჯოხი, ასხლეტილი ტრუპი, ან ნებისმიერი ნივთი შეიძლება მოხდეს და გაფუჭდეს. ამიტომ, დიდაც ვერ ვიკაიფი ამ ადგილზე. ზევითაც ესეთი ტოტებში რო გაეხლა. აი კი, იმენა რო გაივლი ტოტებში, ტყეში რომ მიდიხარ, ხო იცი, ხეები რო ერთმანეთს ახლოს და აი აქ რო ხდება ტოტი. შუშა რო უნდა აწიო, იმიტომ ჩაწევლუგა შეიძლება თვალი ამოგთხაროს ჯოხმა, აი ამ კარბონს მაგრად მოუხდება ეგეთი ადგილები. ანუ ეგეთ ადგილებისთვისაა შექმნა. აი სულ ტალახში, ქაქში, მძღნერში და რაღაც ორღობეში უნდა იარო ამ მანქანით. აი ეს კარბონები სპეციალურად არის მაგისთვის. Off-road მხეცი არის, მაგრამ ამ მანქანას off-road-ში თითქმის არავინ არ იყენებს. ანუ არავინ არ იყენებს რა. ისე იმას დაუბრუნდები, ეს ზვირიან მანქანაზე, როდესაც ვსაუბრობ ხოლმე, ნივთს ვადარებ, ძვირად ღირებულ ნივთს. ეს არის სტატუსი. ანუ G-კლასი ვიყიდე კვადრატში და ეხლა წავალ მე ტალახში ვივლი სხვა off-roaderებთან ერთად, აი ფანტასტიკის სფეროა. ნუ შეიძლება ვიღაც დარტყმული გამოდგეს ეგეთი მართლა იაროს ამ მანქანით off-road-ში, მაგრამ ნუ რეალურად ეს მანქანა ეხლა ყველა მის რომ მაგისთვის არ არის. არ არის. უკანაც რა თქმა უნდა კარბონი, მაყუჩები, გვერდები და ნუ ეს AMG-ს ერთ-ერთი ხელწერა არის, უხდება ძალიან. ეს რეზინები, არ ვიცი, შეიძლება ბევრს მოწონდეს, ბევრს არ მოწონდეს, მე ვერ ვგიჟდები, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ძალიან ძველი მანქანის სტილს აძლევს, მაგრამ ნუ მისაღებია აქედან კენჭები რო არის სროლოს, ესეთი ლამაზი Mercedes-ის ლოგოთი, ესეთი რეზინები გვაქვს გაკეთებული. რეზინა, პლასმას ნარევი რეზინა, სპეციალურად გერმანელებმა ეთყობა იქ იჯდნენ, brainstorming იქონდათ და აქ მოხდეს მე ეგეთი რაღაც. ეს რკინა, ეს მარტო ვიზუალი არ გეგონოთ, ეს არ გეგონოთ, რომ სილამაზისთვის არის და აქ რაღაცა სილავოი ბამპერი აყენია, არა, რეალურად ეს მანქანა იმ ხელაზეა დალიფტული, ანუ იმ სიმაღლეა, რომ
ის მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა ავტომობილმა რომ სტრიტ ლეგალი ყოფილიყო, აი ქვევით ეს ბამპერი არის დამატებული. ანუ ბამპერის ფუნქციას უკვე ასრულებს ეს. ეს არის ჩვეულებრივი ბამპერი, რაც ქარხულ ჩვეულებრივ არა კვადრატში G-კლასებს მოყვება ხოლმე. ესე საკაიფოდ გამოიყურება, რა თქმა უნდა, კარბონზე რა უნდა ულამაზესია კარბონი, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, აქვე ვიტყვი, მე შიგნიდანაც განახებთ, ანუ უკან რო იხედები, აი უკანა შუშაში რო იხედებ, საერთოდ არაფერი არ ჩანს. ანუ საერთოდ არაფერი არ ჩანს, მაგრამ ამას დაამატეს სარკე, ელექტროსარკეები, ელექტროსარკეში გულისხმობ, რომ კამერა უკავშირდება და იქ გამოდის ზევიდან ანახეს, მაგრამ მაქედანაც არაფერი არ ჩანს, იმიტომ ის კამერა ზევით აყენია და აი თითქოს აი ეს ადგილი ჩანს. ანუ აქ რა ხდება, რო დადიხარ, ვერაფერს ვერ ხედავ. ეგ ჩართული რო გაქვს, უკან რო იხედები, ანუ სარკეში რო ჩაიხედები კამერიდან რო უყურებ, აი მანქანის სახურავს ხედავ, პატარა მანქანა რომ მოდი მაინც ვერ ხედავ უკან რა ხდება. ამიტომ ეგეც რა გითხრათ, ეს პატარა შკურკა გადაკრული აქ. ფეხი რო არ აგიცუდეს, რო არ მოიტეხო. ეგ იმისთვის არის, რომ აი აქ აძვრე. 100 კილოზე მარტივად არისო გათვლილი ამაზე ამბობენ. ანუ შეიძლება აძვრე? კი, შენ აძვრები, მაგრამ აი ცოტა ზევით ვინც არის, შეიძლება ცოტა მოაჩათლახოს ეს. ნუ არ ვიცი ხო, ესეც ეხა თუ ტრიპაჩობა არ არის, ანუ აი G-კლასი რო ყავს $350,000 რო გადახდილი და აი ახ რო დაიწყებს ზრომებას. აი ეგ ხო ბაზარია ეხა. აი ხო არის პაკაზუხობა, ჩვეულებრივი. მე მომიწევს რა ვქნა, ვალდებული ვარ. ანუ ზევით ფაქტობრივად არაფერი არ ხდება, უბრალოდ რკინის ფირფიტები, რკინის ლისტები აქვს დამაგრებული. არაფერი არ ხდება. ზევიდან საბარგული და პატარა ლუკი ერთმანეთთან ვერ მოდის. აი პროსტა შეხედე. ეს ფარავს ამ ლუკს და აი პატარა ადგილი გვაქვს ლუკის. ძალიან პატარა. საბურავოზე ვისაუბროთ 325-55-ზე R22, ანუ 22 ინჩიანი დისკები, უზარმაზარი საბურავებით. ნუ 3 ტონიან ავტომობილს კარგი მუხრუჭები ჭირდება, მაგრამ ესეთ მონსტრს, რომელიც ძალიან მაგრად ჩქარდება, მე მონაცემსაც გეტყვით, ძალიან მაგრად რო ჩქარდება, აი ძალიან მაგრა და ჩქარა და სწრაფად აჩქარებას ჭირდება საკმაოდ ეფექტური მუხრუჭი, რომ მალევე გაგაჩეროს. ამიტომ ეს მუხრუჭები გამართლებულია ესეთ მანქანაზე, რომელიც არის ესეთი მძლავრი და 3 ტონიანი. ასევე კვადრატში, ანუ რო ყიდულობ G-კლას კვადრატში, რა დადებითი მხარე აქვს კიდე, ან კიდე რა შემოგთავაზესო ვიღაც იტყვის და კიდე შემოგთავაზეს ის, რომ უკანა მხარეს არის პორტალებზე. პორტალები რომ მანქანასაც არ მოყვება ხოლმე, ზოგადად ამის გადაკეთება მიდის ხოლმე off-road-ში, რომ ეს პორტალებით კიდე კლირენსი მოიგო და უფრო ზევით იყოს აწეული შენი ხიდი, ეს ჩულოში რაც კიდია, ეს თლიანად რომ ზევით იყოს აწეულიო, კარგად იარო და იქ რამეს არ გამოედო off-road-ში. Mercedes-მა ქარხნულად დააყენა უკანა მხარეს და უფრო აწეულია და ანუ კლირენსი, აი ეს სივრცე უფრო ზევით გვაქვს აწეული, ვიდრე აი სხვა ჩვეულებრივი მანქანა. მაგალითად ჩვეულებრივი G-კლასი უფრო ჩამოწეული არის და ეს ბევრად უკეთესია off-road-ისთვის, ანუ უგზოობაში, ცუდ გზებზე, ოღრო-ჩოღრო გზებზე, ხახში რო ჩახტე, აქ უფრო ნაკლები შანსია რომ რამეს გამოედო და მარტივად გაიარო, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდით, ან ჩვეულებრივი ჩულოქით, ან ჩვეულებრივი დამოუკიდებელი დაკიდება, რომელსაც აქვს იმ მანქანით, რომ გადახვიდე გზაზე. ერთი სიტყვით, ეს ფუფუნება არის, არ გეგონოთ რაღაცა მერერა, ანუ მერერა არა. საკმაოდ ძვირიანი კომპლექტაცია ზოგადად ეს რომ შენ off-road-ის ავტომობილს გქონდეს, ამიტომ ამას მოყვება ქარხნულად. ეხლა შეგვიძლია ამოვქოქო, ცოტა გავიარო და დანარჩენსაც მოგიყვებით გზადაგზა. ბრუტალურობა შენარჩუნებულია მანქანაში, როგორც ძველ G-კლას ვაღებდით ხოლმე, აი ეგრე კაცურად უნდა გამოუაღო, ტესტოსტერონის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდე, იმიტომ რომ შენ უბრალოდ არ გეპატიება რომ განიცდიდე ნაკლებობას. ნუ ჩაჯდე აი კაცურად უნდა აძვრე და არ დაგავიწყეთ, კაცურად უნდა მიაჯახუნო ეს კარები.
ვით ვართ ქალაქში გამოსულები. იმდენი ვიარეთ, ეხა ბენზინიც ჩავამატეთ, იმიტომ რომ ну მანქანა საწვავი ჭირდება და ეხა არ დამიწყოთ აი რატო არ ახსენე რამდენ სწავს აი ესეთ მანქანაზე რომ წვას კითხულობს ადამიანი არ გეტყვით წასულია ანუ აზრი არ აქვს ერთი სახლით რომ დადიხარ 4 ოთახიანით იმაზე ეხა საწვავი რამდენ სწავს აი დენი რამდენი მოგდის გადასახადი ზუსტად ეგეთი კითხვა არის რამდენი საჭიროა იმდენი ყველგან აანთებ ბევრი მოგივა ჩააჭერ ბევრ სწავს არ ჩააჭერ ცოტა სწავს ჩვენ ვისოლს ვასხავთ ხოლმე ყველა ავტომობილში მით უმეტეს ესეთ ავტომობილებში ესეთ ძრავიანებზე აუცილებლად რეკომენდაცია ნუ სუპერზი არის ესეთ მანქანას არ ეკადრება სხვა საწვავის სხვა დაშვების. ასევე ვიყენებთ აპლიკაციას, ეს აპლიკაცია უფასოა და ყველას შეგიძლიათ რომ გადმოიწეროთ, დააყენოთ თქვენს ტელეფონში და მიიღოთ ფასდაკლებები. ასევე ახალი ფუნქციონალი აქვს აპლიკაციას, ჩემი წრექვია, მან შეგიძლია გააერთიანო შენი მეგობრები ან ახლობლები და ეს ფასდაკლება გამოიყენოთ ყველამ ერთად. ანუ ერთად გიგროვდებათ ეს ქულები და უკვე შეგიძლიათ 15 თეთრიანი ფასდაკლებით გადახვიდე უკვე 20 თეთრიანზე და გაუმჯობესო შენი ფასდაკლება. ისარგებლეთ მაგ აპლიკაციით და გახდით ოქროს ბარათის მფლობელები. ანუ ოქროს ფასდაკლება შეგიძლიათ გამოიყენოთ 20 თეთრიანი. ყველა ბენზინ გასამართ სადგურზე. ესეთი შავი სუნი შევარჩიეთ იმაოსი, იმიტომ რომ ეხა წითელ სალონს შავ ფერებში, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯო მოუხდებოდა შავი წითელ შირვარი, მაგრამ ცოტა სხვანაირი გრილები აქვს, საიდანაც ეს ცივი ჰაერი გვიბერავს, ეკონდიციონერი გვაქვს ჩართული და აი აქ ცოტა დისკომფორტს განიცდის ხოლმე ჯო რა, ვერ არის აქ ისე როგორც უნდა იყოს თავის ადგილას. ამიტომ დღევანდელი ვიდეოსთვის ჩვენ შევარჩიეთ იმაო შავი, რა თქმა უნდა, შავ ჯიკლას ჭირდება შავი იმაო. ეხა ამას გავხსნი. ტრუპის სუნს გაიყვანს? იმენა ეგრევე, 2 წუთი მაცადე და ეგრევე. ეხლა დავიწყოთ მთავარზე. რა შეგრძნებები მოაქვს? აი რა სურვილი მიჩნდება ამ მანქანით რომ დავდივარ, ხო? რაღაცა კუთხე, რაღაცა უნდა ემოციებს უნდა აღზრავდეს ეს მანქანა. რაღაც ჩემი ემოციები უნდა თამაშო, ადრენალინს უნდა მიმატებდეს. აი რავი, რა შეგრძნებები მიჩნდება, როგორ აი რამოდენიმე დღეა დავდივარ და აი რაღაცნაირად უკვე სხვანაირად ხვდები რომ ვიცვლები, სხვანაირი ადამიანი ხვდები რა, აი რა მინდება, იცი ამ მანქანით, აი როგორ გითხრა, აი ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება, მინდა რომ იმ ვარსკვლავმა ჩაიფიქრო სული რომ ჩემნაირი ცხოვრება კონდეს. აი ხვდები ვახშამზე, აი ვახშამზე ქალთევზა სტეიკი მინდება უკვე, აი ეგეთი რაღაც, აი ნელ-ნელა მინდა რომ ყველა ტენდერი მე მოვიგო და ვიგებდე ხოლმე. ანუ ელემენტარული შეჩემა ეხა რა იყო ბერსვით ხო, ანუ ხვდები? აი რაღაც მინიმუმის არსებუარე, მეტი ხო არაფერი, აი ყოველ დილით Instagram-ზე ნუდი მხვდებოდეს და ქვევით ეწეროს რომ წარმატებულ დღეს და კარგ დღეს გისურვო. ანუ ხო ხდე ელემენტარულია, ბერსვით ხო? აი ეგეთი რაღაცეები მინდა, ხო არაფერი არ არის განსხვავება. აი ეგეთი შეგრძნებები მოაქვს ამ მანქანას, ანუ მეტი არაფერი ისეთი. აი ფარველ ანგელოზმა მინდა ხელი გადამისვას თავზე და მითხრას რა შენ იყავი კარგად და ჩვენ არ ვჩივითო. მოკლედ იმას ვერ გაექცევი იმ ფაქტს, რომ იცი რომ შენც იცი რომ ძვირი ამ მანქანაში ზიხარ და სხვა რო გიყურებს შენც იცი რომ იმანაც იცის რომ შენც იცი რომ ძვირი ამ მანქანაში ზიხარ. შეიძლება ყველაზე კომფორტული მანქანა არ იყოს, მაგრამ არც შარვალ კოსტუმი არ არის ყველაზე კომფორტული ტანსაცველი, მაგრამ იმას თავის დანიშნულება აქვს. ყველაზე მარტივი არის გადაჩუსტებით და დადიხარ შორტებით, აი ყველაზე კომფორტულად ხარ, მაგრამ მაგას თავისი დანიშნულება აქვს და შენ თუ გინდა რომ სერიოზული ადამიანის სტატუსს ტოვებდე და იმდენი ფული იმიტომ რომ გადახდნილ ესეთი მანქანითია, რომ აი როგორ ჩარვალ კოსტუმი და წკაპუნები უნდა აიტანო შენ ტანზე, იმიტომ რომ ეგეც საზოგადოებაში ტრიალებს. ზუსტად ეგეთივე ავტომობილია ეს. მოდი პირველი რაც ხვდება თვალში, ეს არის კარბონები, წითელი სავარძლები, წითელი აბიუკები შავში. ყველასთვის ცნობილი AMG-ის კარბონის საჭე, ესეთი 63-ში ესეთი საჭეები გვხვდება ხოლმე ახალ მოდელებში, აქ თავისი ღილაკები, გადამრთველები და ასე შემდეგ რეჟიმები აქედან შეგვიძლია შევცვალოთ და არა მენიუდან და ასე შემდეგ. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ ოდნავ მაინც მანქანებში ვინც ერკვევა, უკვე ყველამ იცის, რომ AMG-ს უყენია ესეთი საჭე. სხვაობა აქ ბევრი არაფერი არა. აი მაგალითად ეს არის სხვაობა. G63 4x4-ზე კვადრატშია ხატია. ეგ არის სხვაობა. მაგალითად სხვაობა ის არის, რომ ზევით თუ ავიხედებით ლუკი ფაქტიურად არ გვაქვს, იმიტომ რომ ზევიდან რკინები საბარგულივით როა და დიდი რკინები ის ფარავს. მეტი განსხვავება არაფერი. განსხვავება ის არის, რომ ბევრად მაღლაზე ხარ ამ მანქანაში. ანუ ბევრად მაღლაზე ხარ და ზევიდან უყურებ ყველას. ანუ ზევიდან ისედაც ხო უყურებ ყველას. ანუ ამ მანქანის ყიდვის ტრაკი რო გაქვს და ეხლა რო ზიხარ, ისედაც ზევიდან უყურებ. ანუ ერთი ისეთი აი და გადაწყვეტი მნიშვნელობით ზევიდან უყურებ. იმენა ზევიდან უყურებ ყველას რა. ყველას აბსოლუტურად აი ნებისმიერ მანქანა ყველა არის ღატაკი შენთვის, იმიტომ შენ იმენა ერთ საფეხურით ზევით ხარ. ყველა ვარიანტი რა მანქანაც არ უნდა მოვიდე ერთ საფეხურით ზევით ხარ, იმიტომ რომ 4x4-ზე ყავს კვადრატში G-კლასი. არ რო შევეცი იმენა.
სხვა რა გითხრათ? კარბონები ყველაფერი ლამაზია, არ მინდა რომ დრო დავკარგო იმაზე რომ აი რა ვიცი ეს ამის ტესტ-დრაივი ფაქტობრივად დადებულ გადავიღეთ უკვე და დევს ეგ ტესტ-დრაივი. ერთი და იგივე რო არ ვილაპარაკო მაგაზე არ მინდა დიდი დრო დავკარგო. განსხვავებები მინდა განახოთ. აი მაგალითად აქ აი G-კლასიდან ამ ჩვენი კვადრატიდან რო ვიყურებით, კამერა სადაც აყენია უკან მანქანა ჩვენს უკან ვიდგას, იმის სახურავს ხედავთ. ერთი შეხვედრით გუში გული გამოსდა, მეთქი ვიღაც შემოვიდა ჩვენში და დაგვარტყა. აი ეს შიპები რო არის, ამით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ სულ ახალი სათადარიგო საბურავი აყენია, სულ ახალი. ეხა ჩართულია კამერა არის გააქტიურებული, კამერას რო ვთიშავთ, ანუ ჩვეულებრივი სარკე როდესაც არის, არაფერი არ ჩანს უკან. ან საერთოდ არაფერია, აბსოლუტურად არაფერი არ ჩანს უკან. ამიტომ ამას მაინც ვთავ რომ ვიღაცის სახურავს მაინც ხედავდე. ეს უკანა კამერა გვაქვს, ანუ პარკინგისთვის არ ინერვიულოთ, აქედან არ მოგვიწევს ყურება, ანუ ჩვეულებრივი კამერაც გვაქვს. ანუ როდესაც ჩვენ უკუსლით ვაპირებთ წასვლას, აქ მონიტორზე გამოჩნდება 360-იც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, ანუ არ წამოვეგებით, მაგრამ ქალაქში რომ დადიხარ, ეს კამერა რა თქმა უნდა გათიშულია და მხოლოდ ეს კამერა გვაქვს, რომ უკან რამე დავინახოთ. ნუ ხო, დისკომფორტი არის, მაგრამ დისკომფორტი შაულ კოსტუმშიც არის მეტი, როგორც უკვე ახსენე და მოჭერილ ყლინჩი აქ რო გიკეთია, მაგრამ საჭიროა. მოკლედ, ბრუტალურობა შენარჩუნებული აქვს, ეს AMG-ს ფუნქციები, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს, არ მოგვაკლეს არაფერი. აქედანაც იცვლება რეჟიმები, როგორც საჭიდან ისევე აი ამ ღილაკით, ეს შეგვიძლია ჩამოვწიოთ, გადმოვიდან სპორტ პლუსში და უკვე ავტომობილი გადატენილი, ანუ ფაქტობრივად იარაღის გადატენის ხმა არის, რომ უკვე გადაიტენა. აი ხა მაგალითად ვიღაც მოტოციკლეტი ჩამიხტა ბორბლებში და მე გაპაშტებდება. დაკიდების სისტემა შეგვიძლია დავახისტოთ და შეგვიძლია უფრო დავახისტოთ, მაყუჩი გავხსნათ, რომ უფრო დიდი ხმა გქონდეს, მაგრამ აქ გულწრფელი ვიქნები, ცოტა დამაგვა ხმა, ანუ ცოტა მეტი ბრუტალური ხმა მინდა. ახლა მართლა კატალიზატორის ხო არ ამოჭრე, ქარხნულად ცოტა მეგონა რომ უფრო ბოხი იქნებოდა რა, აი ღრენვა იქნებოდა, უფრო დედა. მაგრამ ნუ ნორმ ისე არა, სოუსოა. უბრალოდ ვიცი რომ ამ ძრავებს და ამ მაყუჩებს ძალიან მაგარი ხმა აქვს და ველოდებოდი რომ აი ამ მანქანაში ალბათ ცოტა უფრო მეც მიუშვებდნენ მეთქი, აი უფრო დიდზე გაიხსენებოდა რა ეს ელექტროდროსელი გულში წელის, მაგრამ ნუ არა, ისეთი დიდი ხმა არ აქვს ბრუტალური. მით უმეტეს soft limiter-ი რო აყენია, ადგილზეც რო აჭერ გას, არაფრის ხმა არ აქვს. ეგ არ მომეწონა, იმიტომ რომ ეს მანქანა ცოტა სამარიაჟო და მინდა რომ ვიმარიაჟო და ვერ მარიაჟო, მაგრამ მაინც მივიდე ბარგალკით ავატაჩილო ის გულში წელი, ანუ ეგ არ გამოდის ესეთ მანქანაზე. საჭირო ღილაკები, არ ვიცი თუ დაგჭირდა ამ ღილაკების ჩართვა, ეს არის ბლოკირებები, სადმე ისეთ უგზოობაში თუ მოხდული აი ამ ხელა მანქანით, მაინც შემთხვევით და წაგიბუქსავ და აი შემთხვევით, აი დაიბოგ აი ამ ღილაკებს გააქტიურებ ეს მანქანა ხდება აი ჩვეულებრივი ტანკი მძიმე არტილერიას იწვევ უკვე საბრძოლველად. ეს წარს უკრავ ხოლმე დინარაძემ დაასინქრონოს მე მონტაჟის დროს ეს GoPro ჩემი პეტლიჩკა ტელეფონი, მაგრამ ამ მანქანაში ეგ არ გჭირდება. აბა თუ გამოიცნოთ რატო? იმიტომ რომ წინა G-კლასი რო გადავეთქვი რომ აი ამ ავტომობილის კარებს რო ხსნიან კეტავ, კალაშის გადატენვის ხმა არის. უსმინეთ? იმენა ეგეც შენი სინქრონი, აი იმენა ჭახუნის ხმა არის. ხელი რო გეძოს და გააღო, შეიძლება გაგხრიტო ნას კეთილები. იმენა ტყვიასავითაა 9 მმ-იანი გამჭოლი გექნება, რა ქვია, ჭრილობა. სხვათა შორის ბევრმა ვკითხა, სადაც გავჩერდით, რომ ეს გადაკეთებულია, ანუ თქვენი ჩალიჩეთო რა მაგარი არის. არა, ეს ქარხნულად არის, Mercedes-მა გამოუშვა ესეთი. ანუ ყველას გონია რომ არაქარხნულია და ეს დალიფტულია და ჩვენ დაუყენეთ ჩვენ დაუყენეთ სხვა დაკიდების სისტემა და ანუ ეს დიდ საბურავებზე შევყარეთ და ეს საბარგული ჩვენ დავადეთ ალიბაბადან, მაგრამ რეალურად სისხლიანი გერმანელია. ეგ არის და ეგ კომფორტი, რა გითხრათ, როგორც სხვა ჯიპები იმართება, ნუ რბილი არის სხვათა შორის, ახლა ვერ ვიტყვი, ხისტი და რაღაც არ არის. აი როგორ ჯიპებია, ჩულუქიანი ჯიპები რო დაყანყალებ, ზუსტად ეგრე არის. შეგვიძლია დავახისტოთ, მარტო დახისტებად შეგვიძლია ჩავრთოთ ხოლმე, მაგრამ არ ჭირდება, ანუ კომფორტულია, ვერ ვიტყოდი რომ კომფორტული არ არის. ერთადერთი მე მაინც რაღაც ცოტა დისკომფორტს განვიცდი ხოლმე იმითი, რომ ანუ რაღაცნაირად პატარა სალონს ვერ უწოდებ რა, ანუ ის უნდა მოერგო ამ სალონს, ანუ მანქანა შენზე ვერ ირგე, პირიქით ხარ, აი მანქანას უნდა მოერგო, იმიტომ ეხა სპეციალურად წიმზი ვარ, იმიტომ რომ აი ოდნა უკან წავედი ბენზინზე. ოდნა უკან რო გაწიო სავარძელი, აი რო ჩაჩილავდე რა, როგორც სხვა მანქანას ატარებ, ანუ აი პირდაპირ ამ სტოიკაში ხარ, აი კარებთან ხელს ვერდებ რა. ეხა მე ძალიან ახლოს ზივარ, მაგიტო გავწიეს კამე, აი ძალიან ახლოს ზივარ და აქედანაც აი ზურგი თუ მივაყუდე სავარძელს ხელს ვერდებ რა, ანუ ეს ნიშხის უკვე ამაში. მაგრამ რაღაც პატარა დისკომფორტები აქვს, მაგრამ
ისე იმას ეუბნებით რა, ის კომფორტები უნდა თვალი უნდა დახუჭოთ. ეხლა სალონზე საუბარ შევეშვათ, ყველაფერი Mercedes მენიუმა გავლილია მილიონჯერ, იგივეა ამ მანქანაში, მით უმეტეს G-Class ვიდეო გადაღებულობ. მე მაინტერესებს აი პორტალები და რაღაცეები. უგზოობაში მინდა უბრალოდ გავიარო, უგზობას ვეძახი, ასფალტიდან მინდა ცოტა გრუნტიან გზაზე გადავიდე და იქ გავიარო ოდნავ ჩქარა და სათმე აუბობხდეთ. ნახოთ რამდენად საინტერესო იქნება უგზოობაში ამ მანქანით სიარული. ერთ სიტყვით წავიდეთ ლისე მეგულება ეგეთი კარგი ადგილები და იქ გავიტასაოთ ცოტა რა ჩვენი G-Class-ით. იქ ცხოველებს დავანახოთ, რა ცხოველით მივედით ტყეში. და მეორე G-Class-იც ყავს მოყვანილი ჩვეულებრივი ზომა მინდა, ანუ დაგანახოთ რამხელა სხვაობა არის ჩვეულებრივი G-Class შორის და კვადრატში G-Class შორის. ერთმანეთს მიუყენებთ გვერდ-გვერდ და თქვენ მიხვდებით რამდენად დიდია, იმიტომ ერთი მანქანის ვიდეოს რო უყურებ, შეიძლება რაღაც ზომებით, რაღაც ახმა გიჭირდეს იმ მანქანის, მაგრამ აი ნამდვილ G-Class რომ მიუყენებ ჩვეულებრივ სტანდარტულს, რაც ყველას ყავს, ხატაკებივით ის დადიან ჩვეულებრივ G-Class-ით, მე ნახავთ რამდენად თესლია და დიდი მანქანაა ეს. Ataco, ბავშვებს კამფეტი უყიდე. ზუსტად ესეთი ეჭვის თვალით უნდა შეხედო შენ საყვარელ ადამიანს, რომელიც გეუბნება უბრალოდ მეგობარია, სანერვიულო არაფერი არ გაქვს. ერთი სიტყვით G-Class-ი ყველა მისის, მაგრამ აი რამდენად უსუსური ხდება, უბრალოდ მეც ვერ წარმომედგინე, ახლა გვერდ რო დგას, აი უბრალოდ უსუსური არის, პატარა ბავშვი ვიდგას აი ამ მონსტრის გვერდით, ანუ წარმოუდგენელია. სალკერო G-Class-ი აიღო ყველასთვის ბრუტალ, ყველასთვის აგრესიული, ყველასთვის ყველაზე გადატენილი მანქანა, მაგრამ აი ამის გვერდით კნუტია ჩვეულებრივი. ეს სხვადასხვა ჩვენი ბრატის მანქანაა, პეტაშვილის მანქანაა. ეს G-Class-ი და რა ჩვეულებრივი G-Class-ია, როგორც უნდა იყოს G-Class-ი, ისეთია ეს G-Class-ი. ის არის უბრალოდ ერთი რამხეცია, პროსტა შეხედე, აი გვერდ საერთოდ სხვადასხვა მანქანაა, აი საერთოდ. აქედან ის აღარ ჩანს. ის იმენა სანერვიულო არაფერი არ გაქვს. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა ერთ-ერთ ვიდეოში ყველას თავის დიდი გონია სანასქვისას არ ნახავს, აი ფაქტი. ერთი სიტყვით, ეს გვინდოდა გვეჩვენებინა, ანუ რადიკალურად შეცვლილი არის ეს ავტომობილი, დიდი საბურავები, დაკიდების სისტემა უფრო ზევით, ანუ დალიფტული არის და ზევიდან საბარგულიც რო ადევს და მთლიანობაში ძალიან დიდი გამოძე. ეხლა ძრავსაც ჩავხედოთ და ვისაუბროთ მაგაზე. ამწევთ ეხლა რო ავხადოთ როგორაა ეგ ამბავი. ნახე, უმარტივესად, უკვე ერთ ხელში ჰელი გიჭირავს, აი უნდა ჩავაქსოვო რა ესე აი. ორი ამორტიზატორი, ძმაო, ერთი აღარ არის, რამე არ შეგეშალოთ. აი დახურვაზე ცოტა გამეჭირდება, მაგრამ მომეხმარები იმედია, რაღაცა პატარა კიბე დამიყენია. აქ რა შემიძლია გითხრათ? სიახლეს ვერაფერს ვერ გეტყვით, ესეც 4-დან 0-ია 8 ცილინდრიანი ბიტურბო, ანუ ნადირი, რაც ჩვენ მანქანებში დევს ხოლმე, ანუ GTS-ში და GT-ში. ნუ, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა რაღაცები შეცვლილია უკვე GT-ს ცოტა ოდნავ სხვანაირი ძრავი აქვს, მაგრამ ერთი აგებულებაა და ნუ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიაო. უბრალოდ ერთი რო მოიყო და მეორეში გადადო, ეგრე არ ხდება, მაგრამ ფაქტიურად ერთი ინჟინერია ჩართული. ამაშიც GT-შიც, C-შიც, E-შიც და ყველაში სადაც 4-დან 0 ბიტურბოები დეს. ჩვენ მონსტრს აქვს საკმაოდ კაი ციფრები, ანუ ქარხნულად გამოდის ეს 580 ცხენის ძალით და 850 ნიუტონით. ანუ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ხეცი ეწოდოს ამანქანას. და ზუსტად მაგით უწოდებ ბრუტალურ არსებას. სტანდარტულად არის, ჩვეულებრივად 4-ვე წამყვანია, როგორც დაახლოებით ყველა ევროპული მანქანა ეგრეა ხოლმე, 4-ვე წამყვანია, მაგრამ ეს 4-4-ზეა, სუ 4-4-ზე არის, მაგრამ ბლოკირებების მოყვე, ყველაფრის ბლოკირება აქვს ამ მანქანას. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც
ესეთი ძრავი გვიდევს GTS-ი და GTR-ში, ამიტომ შვერე ექსპერიმენტებიც ვატარეთ მაგ მანქანაზე, გაძლიერების მხრივ საქართველოში ეგეთი ექსპერიმენტები, არავის არ ჩაუტარებია მაგ ძრავზე. ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, შეიძლება ჩაუტარებია ვიღაცას, მაგრამ ჩვენ ყველაფერი საფეხურებით ეტაპობრივად განახეთ თუ რას ვაკეთებდით და ნებისმიერი ერთი ცხენის რო დაგვემატებინა, ყველაფერს განახებდით თუ როგორ ვაკეთებდით ამ ყველაფერს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ავტომობილში ვიყენებთ ვალვოლინის ზეთს და აქაც იგივენაირად მარტივად შეგიძლიათ ეგზეთი გამოიყენოთ არა მხოლოდ ძრავში, გადაცემათა კოლოფში და ხიდებშიც. ანუ ყველგან შეგიძლია ვალვოლინი ჩაასხათ და წყნარად იყოთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ზეთის მხრივ პრობლემა არც ერთ მანქანაზე არ გქონია. ზოგადად ძრავის პრობლემები ნაკლებად გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ უვლიდით, კარგად ვანასტრო იკევდით, კარგზეს ვასხავდით, კარგ საწვავს ვიყენებდით და ასე შემდეგ და რო ული მანქანას უფრო დიდხანს გემსახურება. ამიტომ თამამად გირჩევთ, თამამად რეკომენდაციას უწევ ვალვოლინის ზეთს, ვისაც ყავთ G კლასი, ან უბრალოდ სხვა მოდელი Mercedes-ი, რომელშიც ესეთივე ძრავები დევს. ეხლა მდინარზე კიდე გამახსენა. აი კაი მომენტი ჩავარდა და შემახსენა, რომ ძველი კიდე უფრო დიდი იყო. მეც ვახსენე ვიდეოს დასაწყისში. წარმოგიდგენთ ის რამხელა არის კიდე ამაზე რა, მე მგონი 10 სანტიმეტრი მაღალია კიდე. ანუ ის საერთოდ კატასტროფა არის. ანუ ის იმენა ზევიდან კი არის, იმის იქიდან იყურება. არ ვიცი, ეს გემოვნების ამბავია. ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ პრაქტიკული არ იყოს და ეს რაღაცა პონტაობას უფეხებზე ეკიდოს, მაგრამ მისთვისაც აი რაღაც გადაწყვეტი მუშაობა მაგ ყველაფერს. ეხა არჩევანის წინაშე რომ დადგები, ალბათ ხვდები რომელი უფრო თვალშესაცემია. ანუ ამას ჩემი რაღაცა რეკომენდაციები და ჩემი აზრი არ ჭირდება. ეხა ის ჩანს, ეს აღარ ჩანს. მორჩა. ეხა გავიაროთ უგზოობაზე, გადავიდეთ, ასფალტს ცოტა გავწეთ და იქაც ვნახოთ როგორ უჭირავს თავის თავი. აი როგორ უჭირავს, ახლა მე კი ვიცი როგორ უჭირავს თავის თავი, მაგრამ გავიაროთ, რა ვნახოთ, შეგრძნებები მაინც მნიშვნელოვანია. დავაფაროთ, ეხა დავაფაროთ. ვინაიდან ორი ამორტიზატორი გვაქვს, შეგვიძლია გვერდიდან დავაფაროთ და კაპოტი აღარ დაიბრიცება. მართალი ვარ ბიჭო რა, ტესტ-დრაივები ხوار მიმყავს. წავეც. დანაშაულის გრძნობა არ გიჩნდება რა. რაღაც არასწორს ვაკეთებ. მოიცი და ადრენალინი რო გიწევს, აი ეგეთი. მაგრამ ესეთი უსწორმასწორო გზა მანქანის ფაქტიურად არც იმჩნევს. ეხლა მივხვდი ეს რისთვის არის კარგი. ერთი გასაშლელი საწოლი უნდა წამოიღო, ხო იცი ეს რბილი საწოლი მივა, კარგი ხედი უნდა იპოვო, ზევით ახვიდე, წამოწვე და აი რაღაცა პეიზაჟით ისიამოვნო. აი იმ კარავს რო ადგამენ თავზე? ხო რა. მატრას დაახვიდე. მატრასი, კარავი და აი ოვერლენდის პონჩი კამანდაო დადის ხოლმე. რავი ტყეღრე შეგიძლია ამ მანქანითაც ნებისმიერ ადგილას მიხვიდე, ზევით აი წამოწვე, დაждე, რავი, რაც გინდა ის გააკეთო. რა სადამდეც გაგწევება ფანტაზია, იქამდე შეგიძლია ყველაფერი ამატო და ამატო. თან ისეთი ვიზუალი აქვს ამ მანქანას, რაც არ უნდა დაამატო, აწი ზევიდან ყველაფერი მოუხდება. აქედან გადახედავ, კაი ხედი. ამ უკეთესი ხედი გინდა, ეხლა ჩვენ არ ვართ ისეთ ადგილას, სადაც კარგი ხედია, მაგრამ მტვერში გამოვიარეთ, ეხლა აი ამ კარბონებიში ამოწობილი მანქანა ეხლა როგორ გინდა სადაც წალახში და ქაქში ჩააგდო. ყოველ შემთხვევაში მე ამას ვერ ვიზავ. ვერ ვიზავ, იმიტომ კი არ შემიძლია. უბრალოდ არ გამოდის ეგრე. ხვდებით რატომაც არ გამოდის. 3 ოთახიანი, 4 ოთახიანი სახლის ხა ჩაძირვა მძღნერში არ იქნება ლამაზი საქციელი ხა ეგ. რა გითხრათ, ეხლა უგზოობა, ყველაფერი აქვს ამ მანქანას, აი აბსოლუტურად ყველაფერი აქვს ამ მანქანას იმისთვის, რომ უგზოობაში, ამას არ ვეძახი უგზოობას, ეს ბალახში და ეს
მოსაფსუნებლად გასაჩერებელ ადგილებში არ ვიძახე. მე ვიძახე აი ნამდვილ უგზოობაში. ეს მანქანა ცუდი ვერ იქნება ფიზიკურად. მარტო ის რო ვიყოთ რომ კლირენსი ყველაფრის ბლოკირება აქვს, უზარმაზარი საბურავები აყენია, უფრო უხეში საბურავები რო დადგეს, იმასაც საკაიფოთ აიტანს და ნუ ერთი სიტყვით რა, ეხა უჩემოთაც ხვდებით რომ კარგი მანქანაა. უბრალოდ არ ვიცი, ანუ რა საფეხურზე უნდა იყო რომ აი ამ მანქანით ტყეღრე დადიოდე და კაწრავდე აი ამ კარბონებს და ამ საღებავს და რა ვიცი, რეშკაზე დააგდო, არ ვიცი, გაკრიშო ეხა ეს მანქანა, არ ვიცი. მაგრამ ვისაც ეგ შეუძლო, ვისაც მაგისი ტრაკი აქვს, აი ვისლინ დიზელისნაირად, ვისაც აქვს მაგისი ტრაკი, აი დიდი სიამოვნებით. მე თუ მექნება მაგის ტრაკი, აუცილებლად ესეთით რაღაც სასწაულს ვიზავ. თუმცა მაგ ვიდეოს ჯერ არ დაელოდოთ. აქაც უყურეთ, ესეთი ორივე მხარესა აქვს, ესეთი ლოგო აქვს, G-კლასი ჩანს და ეს არის როგორ წავიკითხე, შოულკფრუდ. რაღაც არ ვიცი, მე მაპატიეთ, ჩანგელა გუნგე იყო ეხა გერმანულად ფაქტიურად ჩემი მხრიდან. ავსტრიაშია ეგ ადგილი, სადაც G-კლასები იტესტება ხოლმე და ამასაც ბეიჯი ეგ ლოგო გადაარტყეს, რომ ნუ აი გატესტილიაო რა, რამე არ გეგონოთო ძმაო. ურთულოს პირობებში ვამყოფეთ ეს მანქანაო და 5-იანზე ჩააბარა გამოცდა. ავსტრიის რაღაცა ქვაღორღის დედა არ ვატირე, ბიჭო, ჭილისპაზე გავა ჩაძირავა მანქანა დაგიბუქსირებენ, ამოგათრევენ რა ბიოტკა რამე, ქართულია, სულის კვეთება. აქვე განნახებთ, ვინაიდან გაჩერებულები ვართ, ესეთი გასაღები აქვს. წინა G-კლასაც ზუსტად ესეთი. წინა რა, არა ესეც ჩვეულებრივსაც ესეთი გასაღები აქვს და აქ მაინც მინდა განნახოთ რა, აი კამერას რო ვამბობდი ხოლმე რომ ვახსენებდი რომ აი უკან ხედავთ და საბურავი შიპები ჩანს მეთქი მაგით ხვდები რომ ახალია თქო აი აქ აყენია აი აქედან იყურება ეს კამერა ნუ ერთი კაია კამერას არ ეჯმევა მაგრამ ბევრი არაფერი არ ჩანს იმ კამერაში ამიტომ ნუ რავი კაია თუ სუდია რა მნიშვნელობა აქვს ესე აყენია საბარგულზე ვერ ვიტყოდიო დიდი საბარგულია ანუ რამხელა მანქანაც არის იმხელა საბარგული არ არის მარტივად შემიძლია ესე შევაფასო აქაურობა თუმცა ეგ ამგონია რომ ვინმესთვის პრობლემა იყოს ოდნავ დიდი შეიძლებოდა. კაცურად, ისის კაცურს უნდა მიეჯახუნა. უკანა სივრცე, ნუ ეს ხელის ბერკეტები, რა თქმა უნდა, ძველ სტილშია დატოვებული, აქ უნდა მიაჭირო. სივრცეს უკანა ვერ, ანუ მანქანას ახლა ხვდებით რომ დიდია, მაგრამ არ მინდა რომ დაგავიწყოს, რომ ეს ფორმები გადიდებული არ არის, უბრალოდ დალიფტულია, დიდი ბორბლები აყენია, თორე ზომაში ჩვეულებრივი G-კლასი არის ისევ რა, ანუ კუზაო არ არის არც გაწელილი, არც გაგანიერებული, კრილოს არ გულისხმობ. შიდა სივრცეს არ არის გაგანიერებული და რაღაც ფორმები შეცვლილი არ აქვს. ამიტომ ეს სივრცე როგორც იყო ძველ G-კლასში, ზუსტად ისეთი სივრცეა. არ არის ძალიან დიდი, ნუ რავი, ალბათ უფრო პატარისკენ მიდის, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ დიდი სივრცე აქ ნამდვილად არ არის. ეხლა მინდა ღამე ვიკატაო ამ მანქანით, ცოტა ღამის კადრებიც ავიღოთ, დასასრულისკენაც წავიდეთ, მაგრამ მე ჩვენ აქ მოუბრუნდებით, მე პატარა საქმე გვაქვს რა, აი ამ ადგილას, აი გიზგიზებს იქ აი შენებლობა მიდის, აი ჭიანჭველებივი დაესვნენ იქაურობას და აქ უნდა მოვიაროთ საღამოს, რომ დაბნელდება. დავედით. ჩვენი ჭაღი ავაბრდღვიალეთ. აი არ ვიცი ეს რა განათება, საერთოდ არაფერს არ ანათებს. საერთოდ არაფერს არ ანათებს. უკანაც იგივეა, რაღაცა ყვითელი შუქია, მაგრამ მან და აქ იქნება მაგალითად. აქ იმენა. ისა სელფი რინგია თუ რა ქვია მაგას. ოპა, იმენა საბჭოთა კავშირი გააზრდა. რა ეს რა ყვითელია, ბოტკინია თუ რა გვიზლი ჩაეშალა თუ რა დაემართა ამ განათებას. ანუ არ ვიცი არ ვიცი, ვცდები სადმე ფუნქცია აქვს უნდა შევიდე და გავათეთრო ეს თუ ესი არის, იმიტომ რომ ვერ ამოხსენი ესეთი ყვითელი რატოა. არ ვიცი, უცნაურია, ძალიან უცნაურია. დანარჩენი ნუ ეს ლამაზად არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს ღამის სალონის განათება, საკაიფოდ არის, ფერეს უცვლი, რა თქმა უნდა, რა ფერშიც გინდა იმ ფერში დააყენებ და ნუ ხა ინტერიერზე ვერაფერს ვერ დაუწუნებ, ხა მართლა ლამაზი ინტერიერი აქვს, თავისი მონიტორი, თავისი განათებები, თავისი კარბონები, თავისი საჭით, საჭეს რო ანათებს, ნუ აი ბიკია. ერთი სიტყვით, მაგ ხრივ ყველაფერი მომწოს. განათება დავიწუნებ, რომ ცოტა კაშკაშა ფერები მინდა, ეს რა თეთრი არის, ეს არ არის თეთრი, ეს ანუ არაფერს არ ანათებს. რაღაც მინდოდა მენახა და ჩემი ტელეფონის განათება ჩავრდე და ის მივანათე.
მოდი ლაყბობა შევეშვათ, მაინც 8 ცილინდრი გუგუნებს ბიტურბო, კი არის უზარმაზარი სამტონიანი, ციდან 3 მეტრზე აწეული მანქანა, მაგრამ ცოტა ჩავაჭიროთ და ვნახოთ როგორ დაცა, როგორი აჩქარება აქვს, მაინც ვნახოთ რა. ეძახე სამტონიანი და მიფრინავს. რა უნდა თქვა ეხა, კარგად დადის. მაგრამ აი ცოტა ბოხი ხმა მაკლდება ამ მანქანაზე სხვათა შორის, არ ვიცი რატო, აი უფრო მეტი სიბრაზე მინდა, უფრო დაღრენილობა მინდა, არ იღრინება, აი რაღაცნაირად ცოტა არ ვიცი, მიკვირს, ცოტა გამიკვირდა გერმანელებისგან ეგეთი რაღაც, ანუ ამ ძრავს უფრო მაგარი ხმა გამოაქვს მოყუჩიდან. ხო, ეგ უნდა კი, მაგრამ შუმათ ეგრევე მივადგებოდი და ткап, მაგრამ ქარხმლათაც აი ცოტა მეტი მინდა, ცოტა მეტი. ნავიდან იმენა შენ ძმობას პიცავარ. იმენა. მიდის და იმენა ესე მიტატერივით მივდივართ. აი მეტი აღარ გვინდა ეხა აქ. საკმარისი სიჩქარე ავიღეთ 0-100 496 ძმაო, ჩემთვის უკვე საკმარისია. უკვე საკმარისია, რაც უწერია, ნუ იმაში ჩქარდება ეხა. კედელი მიდის. აეროდინამიკა. ჩვენს უკან ჰაერი აღარ არის. იმენა კედელი გაარღვია. მე რო არ ყავდეთ ერთი რას უყურებდით. ანუ ხედავთ ხო, 2 დღეა დავდივარ და უკვე თავს გამეტებს და გამატლებთ ვიდეოს. ანუ მე რო ამი დავდიოდე წარმოგიდგენია, ნაბოზო არ ვიქნებოდი. ერთი სიტყვით მივდივართ დასასრულისკენ, ამ მონსტრის ტესტ-დრაივს უყურეთ და ეხა გადავიდეთ მთავარზე. მე რას ვფიქრობ ამ მანქანასთან დაკავშირებით. მოდი გულწრფელად და პირდაპირ გეტყვით, ყველას ზე კიდია მე რას ვფიქრობ, ვისაც აი ეს მანქანა ყავს და ამ მანქანის ყიდვა უნდა. და ძალიან სწორსაც აკეთებენ, იმიტომ რომ მეც რო ყიდულობდი ამ მანქანას, აი მეკიდებოდა ყველას აზრი. ოღონდ ეს ხუმრობა არა, ამას პირდაპირ ვიძახი და მართლა ვგულისხმობ. და გეტყვით რატომ? ეს არ არის ის მანქანა, ეს არ არის რიგითი მანქანა, ეს არ არის რიგითი ადამიანის მანქანა. არავინ შეურაცხყოფა არ მიიღოს, იმიტომ რომ არც მე არ ვარ განსხვავებული, მეც რიგითი ადამიანი ვარ და ეს არ არის ხელმისაწვდომი მანქანა. ანუ ყველას არც უნდა ყავდეს, მაგისთვის არის გამოშვებული ეს მანქანა. მოდი რეალურად შევაფასოთ ეს ავტომობილი. იმიტომ რომ მანქანა, რომელიც $350,000 იღებს, ის ყველას ფიზიკურად ვერ ეყოლება. სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ეგრეა. ფას რაც შეეხება ზოგადად, მოდი ფასზე ვილაპარაკოთ, ზვირიან მანქანებზე, როდესაც მე ტესტ-დრაივს ვიღებ ხოლმე ექსკლუზიურზე, განსხვავებულებზე და აი ავი ზვირიანს გულისხმობ, ან ზვირში არ იგულისხმება 60 და 70, ზვირში იგულისხმება 300, 350 და $400,000-იანი მანქანები. ეგეთები გადაღებულნი ყავს. ეგ მანქანა ყველასთვის იმიტომ არ არის, რომ ნუ ამის ექსკლუზიურობაში არის ზუსტად მთელი საქმე და ამოცანა. ანუ ექსკლუზიური რო არის, ზუსტად მაგიტო არის სტატუსი, ზუსტად მაგიტო არის, რომ ბევრს ვერ ეყოლება და ზუსტად მაგიტო არის, რომ ფასი ყოველთვის მეტი აქვს. და ფასი ყველაზე მაგრად უჭირავს, ნუ ერთ-ერთი ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი არის G სერიები, ანუ G კლასები, რომელსაც ფასი ძალიან ნელა უვარდება. მით უმეტეს 4-4-ზე კვადრატში, როგორც არის ჩვენი ავტომობილი დღეს ტესტ-დრაივში, ნუ მაგის ფასი რავი, უფრო ნელა დაეცემა. ერთი სიტყვით, ფასი უჭირავს კბილებით, ანუ ეს მანქანა არ არის, არ უნდა შეფასდეს როგორც მანქანა, ეს არის სტატუსი, ეს მანქანა არის ძალაუფლება, ეს მანქანა არის ფუფუნება, ეს მანქანა არის ნივთი. ანუ მანქანა კი, ამასაც 4 ბორბალი აქვს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მანქანა როგორც ყველას ყავს. ესე იგი, კიდევ ერთხელ, რისთვის შეიქმნა აი ეს აიაგერო ამოტვიფრული კარბონზე 4-4 კვადრატი, ანუ G კვადრატში პირდაპირ ჩვენებურად. იმისთვის შეიქმნა ჩვეულებრივი G კლასის პატრონი ღატაკებად, ანუ დამცირებულად რო აგზნობინოთ თავი. მაგრამ არ მოდუნდეთ.
ვისაც ესეთი ავტომობილი გყავთ, იმიტომ რომ თქვენი დამამცირებელიც შემოგორდება G63 66 ანქვასხეთ, გასა მიწაშუაზე იხსნება და იქიდან Mercedes-ის ლოგო ამოდის. ანუ ეგ არ ვიცი, მარტო Mercedes-ს კი არა, ეგ ალბათ ყველაფერს აჩოქებს. ანუ როგორ მინდა მაგის გადაღება თქვენ არ იცით. ეგ თითზე ჩამოსაცვლელია, ეგ მანქანები, ეგ მოდელები და ანუ რავი, შეიხებთან თუ გავიჩითეთ, იქ დუბაი ფათიზე თუ მოხდით. შეიძლება იქ ტესტ-დრაივი გადავიღოთ მე. ერთი სიტყვით, ბევრი ვარიანტი აქვს, ჩვენ მიჩვეულებრივი ვართ, რომ ჩვეულებრივი G63 და ეგ არის, მაგრამ ეგრე არა, მე მოდის ეს Maybach-ის ვერსიებიც არის და რა თქმა უნდა 6-6-ზე, რომელიც მარტო სურათებში მიყავს ნანახი. ანუ ლაივში ეგ მანქანა ნანახი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დავინახავ ალბათ რავი, აი შემიყვარდება ეგრევე. ეს იყო სუბიექტური შეფასება, ეხლა მე რაც მოვყევი ყველაფერი, მაგრამ როგორც ტესტ დრაივის წამყვანი ვალდებული ვარ ობიექტურად როგორც მანქანა ისეც განვიხილოთ. სრული სერიოზულობით ეხლა. ან ცოტა ხანი სტატუსს და ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ზოგადად მანქანა ავიღოთ. ბევრად რბილია ვიდრე ჩვეულებრივი G63, ანუ არა კვადრატი, ჩვეულებრივი, ბევრად რბილია. მინიმუმ რბილი იქნება იმაზე, რომ უზარმაზარი საბურავი აყენია და აი ყველაფერი რომ ერთად იგივე იყოს, თეორიულად მარტო ამ რეზინის გამო იქნება უფრო რბილი და ოდნავ რომ დაუშვო კიდე დარბილდება. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამით უფრო მარტივად შეგიძლია იმოძრავ, მაგრამ აი არ მოგატყუებთ, აი გულწრფელი ვიქნები, ამ მანქანით რომ დავდიოდი სიამოვნება იტარებაში ვერ მივიღე, აი სასიამოვნო სატარებელი ნამდვილად არ არის. ერთადერთი, ანუ იმის განცდა მქონდა სულ რომ ვიცოდი რომ დედის მანქანაში ვზივარ და ეგ მაწყნარებდა, თორე როგორც მანქანის მართვა, რავი, სიამოვნება დიდად ვერ მივიღე, ანუ წინა G-კლასს მაგას ვიძახე, ფანი არ ვარ ამ მანქანების, მაგრამ ვაღიარებ იმას, რომ ეს ავტომობილი არის სტატუსი და ნუ რავი, მივესალმები მაგას, რატომაც არა. ანუ ვისაც ყავს, ძალიან მაგარია. ორი აზრი არ არის მაგაში. სხვა პლუსები რა გითხრათ, მინუსები არის ის, რომ პარკინგზე უჭირს ჩასვლა, ანუ დახურულ პარკინგებზე, მაგალითად მოლში თუ მიდიხარ, შეიძლება ვერ ჩახვიდე, მოგიწევს გარეთ გაჩერება. სპორტული მანქანებით, როგორც ვიკენდზე დადიხარ, შეიძლება შეხვედრებზე ან სადმე ისეთ ადგილებში იარო ამ მანქანით. ვისაც გაინტერესებს ეს მანქანა, როგორ დადის, როგორია, ან ყიდვა გინდა და არ გინდათ ბრმად იყიდოთ, შეგიძლიათ იქირაოთ, რამდენი დღითაც გინდათ, გამოხვიდეთ, იკატაოთ და მერე მიხვდებით, რომ ყიდვა გინდა თუ არ გინდათ, მაგრამ აუცილებელი არ არის ყიდვა გინდოდა, შეიძლება ქორწილში გინდა გაჩისვა, შეიძლება ვიღაც მეგობარი გინდა გაასწენო, რაღაც დაბადების დღეზე მიდიხარ, პროსტა უბრალოდ ვიღაცებთან თესლაობა გინდა, აუ გინდა რომ ძმაკაცები გამოაყეო. მიდიხარ ბიქარში, ქირაობ და აი ამ მანქანით მე ჩვენსავით ესე გაპროჭებული სახით შეგიძლია იარო იბაბანო. და ასევე უცხოელი სტუმრები თუ ჩამოდიან და ბოლომდე არ იციან შერასაქმიანა, ძალიან არ გაიგონ ეხლა რა მანქანა მიაჭრა აეროპორტში G-კვადრატი, აი ვაფშე ეგრევე, всё ყველა სველია, ყველა შენია. გერმანელები კიდევ ერთხელ გვაშინებენ, ესე ახტუნგ, ეგრევე და მე ჩამოდის ხოლმე ეს რასაც გვეუბნებიან. გვეუბნებიან რას, რომ ესო ბოლო არისო, всё, იმენაო, მაიმუთაო, აი მენა ბოლო არისო, აღარ გამოუშვებთ. ეგრე გვაშინებენ ხოლმე სულ. არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, შეიძლება მართლები იყვნენ და ერთხელაც თავის სიტყვა შეინარჩუნონ და მართლა დაიკიდონ ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონია მარკეტინგული ხრიკი რა. დავარდნილი ფასი G-კლასის მე არ მახსენდება და არც ეხლა არ მახსოვს. ნებისმიერ G-კლასი, რომელიც წესას არ უნდა მოგინდეს, ყველა მაინც ძვირი ღირს. აი 97-ში გამოსული რაღაცა G-კლასიც კი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დღესდღეობით გამოსული ახალი რაღაც სხვა SUV. ჯეტური. უღრმესი მადლობა ბიქარს რომ მოგწვა საშუალება რომ აი ესეთი ავტომობილი გადაგვეღო. ლინკი აღწერაშია, ვისაც გაინტერესებთ ეს მანქანა ქირაობა გინდა, შეგიძლიათ დაიკონტაქტოთ და მე უკვე დანარჩენზე შეთანხმდებით. კიდე ბევრი საინტერესო ავტომობილები ყავთ, მაგების გადაღებასაც რა თქმა უნდა ვაპირებთ, ავარჩევთ, ესე რიგში ჩავაყენებთ, თავის დროს გამოვყოთ და საინტერესო ტესტ-დრაივებს შემოგთავაზებთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მე დაგემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და რა თქმა უნდა თუ კიდე ვინმე ისეთი არსებობს, რომ არხი არ აქვს გამოწვეული და გვიყურებს, შეგიძლიათ დაკლიკოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. დაგემშვიდობებით, დროებით. აკაურობას ნუ აგვიტალახეთ, ცოტა ხანი დაგვაცადეთ, 1-2 ტესტ-დრაივს კიდე გადავიღოთ და მერე შეგიძლიათ მოესიოთ აკაურობას, რამდენიც გინდა იმდენი გადაიღოთ.
აი სადღაც იქით შეუხვიო. დადი და აი ეს ბეტონის კედელიანი დუარი დაახლოებით იმასთან ახლოს როგორც მოსოს. აჩერი აქ და გადავიდეთ. ამღებული გაგვარი ძმა უკვე უნდა იყოს რა. ეს ადგილია უეჭველი რა. გეუბნებოდი უფრო ღრმად უნდა დაგვემარხა ძმაო. რა მივაყარეთ მიწა წავიდით, ადგა წავიდა ალბათ ის კეთილმოწყნული. რა წავიდო და ფეხს ყარა იქა. მე რა ვიცი შეჭი. თუ დათესლობს ხა საქმე ნაპოსა. რას ესროდი შენს მაგარი ტიპი ხარ, გვეცემა და გაგვეშვა და ეგ იქნებოდა. ეხა ეძებე კუზიში. რავი ტვინი მოტყნა თავის BMW-ს. გადამარხე, გადმომარხე. ან ძმაო ამ შენებლებმა იპოვეს ტრუპი და დამძრეული გვაქვს ძმაო. დალში არ ვიცი, რაც გინდა ისქენი. ხმე წავედი ძმაო. აქ არ არის. უეჭველი აქ იქნება. ტრუპი არ არის ძმაო. აქ იქნება მოიცას აწახვით ბიჭო. აქ იქნება სადაც თესლავს ერთი მაგის თესლავ არ გაიშვა. აისა. ვიმე ყوار მოდი შეხედე. აუ დავიბრიდე. მოხი, ვიღაცა მოხი, დააგდეს ბარი იმის